როგორ შეაფასებდით იმას, სადაც ერთი მხრივ ქართული საზოგადოებაა და მეორე მხრივ ქართული ოცნება? ყველანი ერთად ვართ რაღაც საინტერესო წერტილში ჩვენი ისტორიის და არაფერი გასაკვირი არ არის, ანუ თუ იმედზე ვსაუბრობთ, იმედს გვაძლევს ის, რომ ვიცით რაც ხდება და დაახლოებით უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი ამ ყველაფერში და ანუ აქ იმედი იმის კი არის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ვიცით, რომ მიდის. ამიტომ დაახლოებით არ ვიცი, სადღაც რომ მიდიხარ ექსკურსიაზე და რო იცი, რომ 2 საათი დაგჭა კიდე, რა ვიცი, იცი რომ 2 საათი დაგჭა. არ მოვა და შევდები ხვიდებ თასთან. მიდიხარ და ნუ მაგზაში ხარ, ამიტომ რახან ანუ არ იწყებ წუწუნს, რომ აი მალე მივალთ მაგალითად რა, ანუ შესაბამისად თუ ჩვენ და ეგ მოხდა პრინციპში რუსთაველზე მდგომი ხალხისთვის, ამოვარდა ტვინიდან შეკითხვა როდის და დარჩა მხოლოდ ის, რომ ჩვენ უნდა რა და ამიტომ იმასაც ვაკეთებთ, რომ ყოველდღე იქ მივდივართ. ეგ არის რაც უნდა ვაკეთოთ და შესაბამისად კრიტიკა რომელიც ხშირად ამას მოყვება ხოლმე Facebook-ზე ხშირად წერენ ხოლმე რომ აი რაღაც მარშით გინდათ რომ დიქტატურა დაამარცხოთ თუ იმითი ხორუმით გინდათ რომ დიქტატურა არ ვიცი მე მინდა რომ დიქტატურა დაამარცხო ცალსახად გამოჩნდა და ეს არჩევანი გაკეთდა რომ ეს დამარცხება უნდა იყოს უსისხლო ან ჩვენ არ ავირჩიეთ სისხლიანი დაპირისპირება რომლის არჩევანიც ჰქონდა იმიტომ რომ ყოველთვის აქვს ერს აჯანყების უფლება და შესაძლებლობა უბრალოდ ჩვენ ავირჩიეთ რომ ეს იყოს მშვიდობიანი ჩვენი პროტესტი და მშვიდობიან პროტესტის ფარგლებში რაღაც ფორმები გამოვნახეთ ერთ-ერთი არის რუსთაველზე დგომა და შესაბამისად პარალელურად ისიც ვიცით რომ სანამ ჩვენ თითქოს და უბრალოდ დგავართ რეჟიმი უფრო და უფრო რეპრესიული ხდება რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი დგომაც კი მისთვის არის პრობლემა და ეს რო არ იყოს უბრალოდ დატოვებდა ყველაფერს ისე როგორც არის ამიტომ ჩვენი იქ დგომა შეიძლება ესე უძრავად გამოიყურება, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო აპარატი იცვლება მთლიანად და კანონმდებლობა იცვლება მთლიანად, ანუ ძალიან დიდი მოძრაობაა დაწყებული, რომლის ცენტრში ჩვენ ვდგევართ სინამდვილეში, ამიტომ ჩვენ ვაიძულებთ მთავრობას, რომ იმოქმედოს. ეს მოქმედება რეპრესიული არის ცალსახად, ხო? იქ მთავრობა ისედაც აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას და იქ მდგომი ხალხის მიუხედავად, მაინც ყველა მექანიზმს რაც შეეძლო პრინციპში არსენალში ქონოდა, ისედაც შემოიტანდა. კი, მაგრამ მაგალითად 5000 ლარი ნიღაბზე, 2000 ლარი ნიღაბზე და ქუჩის გადაკეთების გამო 5 ამას ხوارიზამდა, ანუ ნებისმიერი რეპრესიული რაღაცა ცვლილება, ხო, და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მიდის სპეციფიურად იმ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი რაღაც საზოგადოებრივი წესრიგის მიხედვით, ხო, ანუ ჩვენ ეს ბრძოლა დავიწყეთ და შესაბამისად ესე შეცვალა რეჟიმმა კანონები.